გიღირს ახლა შვილების დატოვება და წასვლა სამუშაო. თავიდან ხო ეჩვევი ამ ურთიერთობასთან ცხოვრებას დედას, შვილს და მე არის უკვე უფრო ცუდი პერიოდი. ერთი მეორეს აქებ და მეორე პირველს. იქ რას ეჩვევით? კარგ ცხოვრებას თუ ცუდ ცხოვრებას? აი რო გცივა უკვე და გათბობა რო არ გაქვს და საჭმელი რო არ გაქვს, აი ეგეთი დონის გაჭირვება გამოვიარეთ ჩვენ. აი რა მთავარი ოცნებები გქონდათ, რაც შეასრულეთ? 30 წლის ასაკში უფრო მეტყობოდა ასაკი ვიდრე მე ახლა. კარგი ცხოვრება ვის არ უხდება. უცებ გეფეთება სახეში, ნაცნობის სახე და აი რაღაცა იცვლება მთლიანად ორგანიზმში. რა არის მერე? რა ხდება? აი მაგაზე გიფიქრია? სახლი რო არ მქონდეს, ბინა რო არ მქონდეს და შვილებიც იქეთ ყავის. რაღაცა მძევალივით არის ეს სახლი აქ შვილები, არ ვიცი, კარგი გაგებით ოღონდ ეს, რომ იცი რომ შენ სახლში უნდა დაბრუნდე. ისე არ დავიღუპე იმ კუთხით, სადაც მე ვფიქრობ დავიღუპებოდი. ასეთი მოიგუშა და მოხვალ უკვე ვენატრები. და კაი ქართული არის ის იქაც. არ უთარგუნო სალომე, არ დავღუპო. რა წლებიც დავკარგი ამათთან ყოფნის. მინდა რომ ისავინანსყავრო ახლა. და არასდროს არაფერი არ შემიცვლის ალბათ იმ მონატრებას რაც გამივლია. საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენ გამომწერებს, იმიტომ რომ 20,000 გადავწდით. Facebook-ზე კი. გადავწდით. ხო, შეიძლება ეს 200,000 არ არის, მაგრამ იმიტომ რომ ძალიან ახალი შემოსულები ვართ YouTube-ის სივრცეში, ძალიან გვახარებ, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და ძალიან სიმბოლური ალბათ, რომ დღეს მე 20 ეპიზოდს წერთ. YouTube-ზე 3,000 გადავწდით ამონა. აი, Facebook-ზე. ძალიან სიმბოლურია, რომ მე 20 ეპიზოდს წერთ. რა თქმა უნდა, ისევ DTS სტუდიაში ვარ და ალბათ უკვე მიხვდით, რომ ეს არა მარტო პოდკასტია. დღესაც ემიგრაციაზე ვისაუბრებთ, მაგრამ უფრო დაბრუნების სიკეთეებზე. სალომე დვალაშვილი და მისი დედა ლიკა დვალაშვილები არიან ჩვენი სტუმრები, რადგან სალომეს უკვე იცნობთ, ალბათ ბევრი მიხვდება, რატომ არის კიდე სალომე ჩვენთან ერთად, იმიტომ რომ დედა დაბრუნდა. კი, გვეგონა რომ სულ დაბრუნდა, მაგრამ ეს დაბრუნება უკვე ნიშნავს მის სრულ დაბრუნებას და ამაზე უკვე სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. დიდი მადლობა რომ მობრძანდით, მოგესალმებით და სანამ დავიწყებთ, მაინც ვიტყვი, რომ ამ ეპიზოდის მე-20 ეპიზოდის წარმოდგენია ახალი დეველოპერული კომპანია Avenue, შენი ახალი მისამართი საქართველოში. ხო, დიდი მადლობა. მადლობა მობრძანებისთვის და შეგვიძლია ვისაუბროთ დაბრუნების სიკეთებზე. სალომე, მოგესალმებით. დაბრუნების სალომესაც მადლობა ვუთხრათ დაბრუნებისთვის. სალომე წარმოადგინეთ როგორც შვილი. ანუ ეს აი არასოდეს არ დამავიწყდება ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ეპიზოდია, იმიტომ რომ ემიგრაციაზე რომ მუშაობდით, მე შვილი კიდევ ერთხელ ყავდა, მაგრამ სალომეს გულწრფელობა იმდენად დასამახსოვრებელი იყო, რომ ჩვენთვისაც უცნაური იყო, იმიტომ რომ ვიკულიეთ ბევრი ემიგრაცია, თუმცა შვილები არ გვიკვლევია, ხო? სალომემ გაგვარკვია მთელ ამ სიტუაციაში. ყველაზე ემოციური შვილების ეპიზოდები გამოვიდა ჩემთვის რა, უფრო გვერდიდან დანახული ემიგრაცია და თან გვერდიდან და თან საკუთარ თავზე დანახული ემიგრაცია და უკაცრავად ლიკა თქვენთან, შეიძლება მძიმე იყო თქვენთვის ავისი მოსმენა. ხო. თუმცა გვიხარია რომ უკვე თქვენც აქ ხართ და ერთად ხართ, რაც მთავარია. ერთად არ ხარ და იმ მიხარია თქვენთან ეპიზოდს რო ვარ და ეხა კარგი ამბავით რო ვარ მოსული და ის დრამატული და ის სევდიანი ისტორიები რო აღარ უნდა გავიხსენოთ. ძალიან მიხარია რომ რაღაც კარგზეც ვისაუბრებთ დღეს და სასიამოვნო ჩემი აქ 13 წლიანი ონლაინ დედაშვილობა მაშინ ესე დავარქვით, უკვე სრულდება რა. კი, ფინიშს უახლოვდება უკვე და ძალიან ბედნიერები ვართ როგორც მე, როგორც ჩემი და რომელიც ახლა აქ არ იმყოფება სამწუხაროდ რაღაც გარკვეული მიზეზების გამო და დედა ჩემი ხო თავის თავად დაუბრუნდება თავის შვილებს. ლიკა, აეროპორტის განცდა მოყევი. დაიწყე რომ დაინახა უკვე და იცი რომ შეგიძლია ხელი მოკიდო და ჩაეხუტო შენ გოგოებს. მაკედან. აი მართლა საოცარი განცდა იყო აეროპორტში რომ ჩამოვფრინდე. სალომე მელოდებოდა ორივე შვილი. ხო. არ ვიცი ვერ აღვწერ ისეთი ემოციები იყო მართლა.
გადავევსკვენით ერთმანეთს, ჩავეხუდეთ. და ანუ მან არის ყველაზე ისეთი მომენტი რა საათი ხო იცი როდის უნდა დააჩდეს თვითმფრინავი რომ მიდიხარ აეროპორტში და ელოდები და აბა როდის გამო ვიღაცები გამოდიან და აბა როდის და უცებ გეფეთება სახეში ნაცნობის სახე და რაღაცა იცვლება მთლიანად და რომ გამოვედი ეგრევე ჩემი შვილები დავინახე მართლა წინ იდგნენ მელოდებოდნენ თაიგული და თაიგულის ის აღარ მქონდა უკვე დარდი. ასე ჩავევსკვერით ერთმანეთს მე და სალომე სანდრა კიდე ახლა ჩემი რიგი აღარ არის მეუბნებოდა საყვარელი. გვერდიდან კი. ეგ ალბათ ყველაფერს უდრის, ხო? ანუ გავიწყებს თუ არ ვიცი ჯერ ერთი მოდიხარ საკუთარ სახლში, საკუთარ შვილებთან, საკუთარ გარემოში. მე ხელცარიელი არ მოდიხარ, ხო? ეგ ხო ძალიან ის არის მნიშვნელოვანი ემიგრანტისთვის და რამდენჯერ დაბრუნდი და აი ეგ მომენტი მინდა რომ მოდიხარ და უკვე რო იცი რომ აქ უნდა იყო ადაპტაციისთვის ემზადები აქ იწყებ რაღაცა სხვა მომენტი ხდება აქედან იქით უყურებ თუ აი რა პროცესია რო ჩამოდიხარ და მე ისე რა თქმა უნდა ბედნიერად გძნობ თავს მოვდივარ შვილებს ვნახავ სამშობლოში ჩამოსვლა რა თქმა უნდა კარგია მაგრამ უკვე წასვლის დრო რომ მოდის ეს უკვე ძალიან ცუდია. ეხა რამდენი ხნით ხარ? ჩვენ კი გვეგონა რომ სულ დაბრუნდი. 20 დღით. 20 დღით. კი. და ეს წასვლა მე რამდენია და ეს წასვლა ბოლოა ნამდვილად. ნამდვილად ბოლოა. კი. რატო ანუ ვიზას აღარ აგრძელებ ხო? ანუ აი რა პროცედურაა იქ? აღარ ვაგრძელებ, თორე ვიზა რო გავაგრძელო, ალბათ მე ვიზის გულისთვის მე მგონი მომიწევს წასვლა. ანუ ეს არის შეგნებული გადაწყვეტილება, როცა უნდა გადაწყვიტო, რომ ვიზა არ გააგრძელო, ან რამე გზა მოიფიქრო ალბათ, რომ ისევ დარჩე. და როდის რატო დაგიდგა? ანუ უცნაურია, მაგრამ აღარ ვქნი საჭიროდ, რომ წავიდე და გავაგრძელო. ანუ ისე ოცნებები რაც მქონდა, რა ვიცი, ნაწილობრივ შევისრულე. რა იყო ეგ ოცნებები? აი რა მთავარი ოცნებები გქონდათ, რაც შეასრულეთ? პირველი ყოვლისა, რა თქმა უნდა, შვილების წარმატება. ჩემი შვილები უკვე თავის გზაზე არიან, სწავლობენ, მუშაობენ. ეს იყო ჩემთვის მთავარი მიზეზი. და რა ძალისხმევა დაგჭირდათ დისტანციურად ამისთვის. სალომეს ვერსია მოსმენილი გვაქვს. თქვენი ვერსია, ანუ ონლაინ დედაშვილობა, ხო, რაღაცნაირად იოლი ალბათ არ არის, მაგრამ რაღაცა გაძლევდათ ხო ამ ძალას, რომ აი იქ როგორ უნდა გადმოსცემ მთელი ეს, ჩემთვის წარმოუდგენელია ეხა ხო, მე ჩვენ შვილები გვყავს და საკმაოდ რთულია. ონლაინ ურთიერთობა. პანდემია რო იყო. ეჩვევი, თითქოს ეჩვევი. ეჩვევი. ბუნებრივია რომ ეჩვევი, სხვა გზა არ მქონდა და ესეც ადვილი იყო ჩემთვის, იოლი იყო რომ ანუ ხედავდი მაინც. კი, ხედავდი კამერაში, კი. იმიტომ რომ გავლილი გაქვთ ის დრო, როცა ვერ ხედავდით, ხო? რა თქმა უნდა, ადრე ხარ იყო ეს Facebook-ი, ეს სოციალური ქსელი და ვერ ხედავდი მხოლოდ ნომრით. და ძალიან ძვირი ღირდა ეს დარეკვაც. თვეში ერთხელ ან ორჯერ თუ დაურეკავდი ბავშვებს და ამათაც არ ქონდათ ტელეფონი, ჩემდასთან რჩებოდნენ, ჩემდას ურეკავდი. იქედან ვესაუბრებოდი მართლა რთული იყო. ანუ შუამავალი გჭირდებოდათ კიდევ. რა თქმა უნდა, კი. 2013 წელი იყო ხო, რო წახვედით? კი, 2013 წელში წავედი. და ეხლა რო დაბრუნდით, როგორია? შეიცვალა ქვეყანაში ვითარება? არაფერი. არაფერი საერთოდ. ჩემს ცხოვრებაში კი შეიცვალა, ნამდვილად ბედნიერი ვარ ამით, რომ შეიცვალა, ამით კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, რა შედარება არის. აიც რა მინდა რო კითხო. სალომე მაშინ რო გვიყვებოდა რაღაცებს და დამეხმარე რა, სადაც შემეშლება ან არ გამახსენდება სწორად, ფაქტობრივად მაინც მახსოვს, მაგრამ მაინც პირველი წასვლა იყო თურქეთი. მერე ისრაელი არ შემდგარი თუ რაღაც სირთულეებით, იმითი რომ აღმოჩნდი სასაზღვრო ციხეშიც, ხო? ბარაც ბავშვებმა გვიან გაიგეს, მერე ისევ თურქეთი იყო და მერე შვეიცარია და ეხლა როგორ მგონია, იცი რომ თითქოს სამსახურში მიდიხარ, აი დედა რო დილას წავა სამსახურში და საღამოს მოდის, აი ხა რო თქვი რომ 1 წელი წავალ კიდე ანუ რაღაცა გადალახე უკვე ეგ სირთულები, ხო? რაღაცა იპოვე, არ ვიცი სამსახური,
საკუთარი თავი, რაც უკვე აი ამ მშვიდობას, აი ამას გაკეთებინებს, რომ აქ ჩამოხვიდე სიხარულით, ეს 20 დღეც იყოს სიხარული და ისევ მიდიხარ ძალიან მშვიდად, რომ უკვე შეგიძლია ჩამოხვიდე. შეიძლება რომ გაქცე მაგაზე პასუხი, იმიტომ რომ ეგ 20 დღე არის ხოლმე 20 დღე იქნება თუ ერთი თვე პირობითად არ აქვს მაგაზე დიდი მნიშვნელობა, როგორია, იცი ეგ 20 დღე ამ შემთხვევაში შვიდად ჩამოდიხარ, კი, იქიდან რომ ჩამოდიხარ, გიხარია, მე თავიდან ხო ეჩვევი ამ ურთიერთობას, თანაცხოვრებას, დედას, შვილს და მე არის უკვე უფრო ცუდი პერიოდი, რომ უნდა გადაეჩვიო, ანუ უკვე ძლივს მიეჩვი ერთად ცხოვრებას, ეს 20 დღე გჭირდება ფაქტობრივად ადაპტაციისთვის, რომ ისევ აი თანაცხოვრება შეძლოთ რა, იმიტომ რომ განსხვავებულია ონლაინ ურთიერთობა და მე თანაცხოვრება არის აი საერთოდ სხვა რაღაცაა და რომ მიდიხარ, მიეჩვიე, აი თავიდან თითქოს გრძნობები გაგიღვივდება და ეგ უფრო რთულია პირიქით, უბრალოდ დედამ უკვე იცის, რომ საფრთხე იქ აღარ ემუქრება და შესაბამისი ანაზღაურება რო აქვს უკვე და იცის რის გამოც მიდის ეს ერთი სიმარტივე ალბათ ეს უფროა თორე დატოვება ჩვენთვის და განშორება მაინც იმის მიუხედავად რომ გავიზარდეთ მე და სანდრა უკვე და დიდები ვართ იმის მიუხედავად რომ ძალიან ბევრჯერ მოხდა ეს მაინც თავიდან არის ცუდი განცდა ისევ რა ეს პერიოდი გჭირდება რომ ადაპტაცია განვიცადოთ წასვლისაც და ჩამოსვლისაც რაღაც აი რაღაცა უცნაურობაა რა ვერასდროს ვერ ეჩვევი ბოლომდე სადღაც მაინც ცუდია ეს პერიოდი კი ის კი არა ეხლა სოფლიდან რომ მოვდიოდით აქეთ თბილისში სანდრა წამოსვლის ლაგოდეხიდან რომ მოვდიოდი სანდრა ხო იქ დარჩა სოფელში და ასეთი მოიგუშა და ხო მოხვალ უკვე ვენატრები ხო აი არ უყვარს რომ მივდივარ მისგან აუცი ამ წარეთ მახსოვს სალომე მოყვაწე ღანაც ვამბობდი დილას რომ გავიღვიძო და რაღაც ვერ ვარო რა ძალიან და ვფიქრობ რომ რა მაწუხებს და აუ დედა წავიდაო და მე კიდე სახეს ვარიდებ ამ დროს თვალებს სახეს ვარიდებ არ ვიმჩნევ რომ მეც რა თქმა უნდა განვიცდი ხა რომ მივდივარ და ესე აცრებნებული თვალებით რომ და მე რო შევხედო მე უფრო უნდა იტიროს და მე რაღაცა სხვა რაღაცაზე გადამაქვს ეს ფიქრი ყურადღება რაღაც სხვა რაღაცებს ვეკითხები რომ დაავიწყდეს და არა რიკა რო ჩადიხარ იქ როგორ ხდება ანუ თავიდან ალბათ შენც რაღაცა იქ რო გადაეწყო რაღაც დრო გინდა ხო? კი, ეგ არის ყველაზე მეტი რთული ჩემთვის. გადაბარგდი, გადმობარგდი, მოეწყობი იქ, მე ისევ აქეთ წამოხვალ. მართლა რთულია რა. დამღლელი კიდე. ანუ ეხლა აქ მივეჩვევი, მე ის უნდა წავიდე იქ უნდა მივეჩვევი, იქ რომ მივეჩვევი მე აქეთ უნდა წავიდე და მიდი იქ რას ეჩვევით? კარგ ცხოვრებას თუ ცუდ ცხოვრებას? კარგ ცხოვრებაზე მიჩვევა ადვილია. არა, კარგ ცხოვრებაზე რა თქმა უნდა, უკვე რეჟიმში ვარ იქ ეხლა, რეჟიმით ცხოვრობ, სამსახური მაქვს საათობრივად, ესე ვცხოვრობ, აქ არც ვიცი რა უნდა გავაკეთო. ანუ სტაბილური, სამსახური, უსაფრთხო და რაღაცა გარანტიებით და ამას მერე შედეგებიც, ხო? თვითონ ახლა ხალხიც გარემოც კარგია და შვეიცარიაში ხართ? კი, შვეიცარიაში. გაგიმართლათ მე მგონი თან ქვეყანაში. ბოლოს საქმიანობაც გითხარი რა, ეხა რას? საქმიანობა რესტორანი და კაფე-ბარში. მართავ იქ კი, კაფე-ბარში მარტო მე ვარ საერთოდ. უფროსი არის, მაგრამ გინდა ყოფილა გინდა არა. ანუ შენზეა მონდობილი ყველა. კი. დამსაქმებელმა ხო? ყველაფერი მართლა. არ უთარგუნო სალომე არ და მაინც მოდის ერთ წელში. ეგაი არის მე ვიცი მაგდენი თურქული. და ენობრივი ბარიერი თუ გქონდათ იქ და აი რაღაცნაირად თავიდან როგორ, იმიტომ რომ ამბობენ ხოლმე ამას ემიგრაციაში როცა მიდიან, ენა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ხო? ანუ როგორ დაიმკვიდრეთ თავი, როცა აი უკვე მართველი იყო კაფე-ბარის? აი ენა რო არიცი მართლა რთულია. ეხლაც შვეიცარიულად, ეხლაც ვერ საუბრობ ისე გამართულად როგორც ისინი. რაღაცებს კი ხვდები, მაგრამ უფრო მეტად თურქები შემოდიან მანდ და თურქულად კარგად ვიცი საუბარი. თურქულიც ისწავლეთ თურქეთში რომ მუშაობდით მაშინ? თურქეთშიც და იქაც ვისწავლე შვეიცარიაშიც, კი. ხო თურქული კაფე-ბარია და თურქები. ხო, ის მე პატრონე მახსოვს რომ თურქია თვითონ. გერმანულად საუბრობენ იქ უფრო ძირითადად. ეგეც იცით? გერმანულად საუბრობ, რაღაცებს ვამბობ, კი. მაგრამ მართლა რთულია ენა რო არიცი, მართლა რთულია კომუნიკაციაში რო ხარ, ეხლა ხალხთან რომ მუშაობ, ოჯახში რომ მუშაობდი, კიდე ეხლა ერთ ადამიანს რაღაცას გააგებინებ, მაგრამ ეს ამდენი ხალხი რო შემოდის.
კაფეში და და ადვილი იოლი არ არის. აქაურ ენას მე როგორ ხვდებით ხოლმე? აი საქართველოში რო ჩამოხვედით. აქაურ ენას ხოთშორის ამის წინ. აი პირველად რო ჩამოვედი იმ დღეს მე და ეს გავდიოდით მე და ჩემი შვილი გარეთ და მოდის ერთი ქართველი და ქართულად საუბრობს რა თქმა უნდა საქართველოში ვარ ხო? რაღაც იმ წუთებში წამებში მოხდა ეს ჩემს გონებაში, უცებ მეგონა იქ ვიყავი ჯერ კიდე. ის პირველი დღე რო ჩამოვედი. აი უნდა მეთქვა რომ ქართველი ხარ? უცებ გამახსენდა რომ აქ ვარ საქართველოში და აი მე სალომე მეთქი ეს ქართულად რო დაილაპარაკა ეხლა ამ კაცმა მეთქი. უნდა მეკითხა რომ ქართველი ხარ მაგრამ გიხარიათ ქართველების ნახვა? რა თქმა უნდა მიხარია ქართულად აი უცხო ქვეყანაში რომ ქართველს ნახა. ხდება თუ არა? არიან ქართველები? მე სადაც ვარ იქ არ იყვნენ ქართველები, სხვათა შორის ერთი არის ეხლა ერთი ქალი და ძალიან კარგად ვარ იმ ქალთან. და მიხარია მართლა რომ ის ქალი იქ არის და გადამალახია ეს ბოლო წელი, მაინც განტვირთვარი გადიხარ ქართველთან ერთად დასვენების დღეს რაღაცა სულ რომ მუშაობ და შენ ქართველთან რო გახვალ გარეთ, მაინც სხვა არის ხო? და ნანო ისეთი ენერგიული ყავს იქ შვეიცარიაში. ვინა? ნანო ქვია. აი თუ უყურებ ჩვენს პოდკასტს, მოკითხვა აქედა. მოვიკითხოთ. ძალიან მაგარი ქალია ისიც და იმასაც იმდენი აქვს ნაწვალები და სხვათა შორის მქონდა TikTok-ზე რაღაც პატარა ეგეთი ვიდეო, რომ ვინ საიდან ხართ თქო და ეკლესიაში ვიყავით და იმდენი ქართველი იყო შვეიცარიაში. არაფრით არ მჯეროდა რომ შვეიცარიაში მაგდენი ქართველი იყო. კი, არიან ოღონდ ჩემს ახლოს არა. ჩვენთან არ არიან იქ სადაც ჩვენ ვიყავით. რომ ქალაქში ხართ? მე ბრუგვინდიშ ასე ქვია იმ ადგილს სადაც მე ვარ და ციურიხში. პატარა ქალაქია კი. და ციურიხში უფრო მეტი ქართველია ციურიხში, დიდ ქალაქში. და ამიტომაც ჩემთან რო არ იყვნენ ქართველები და ხანდახან რო დამინახავდი ერთ ქართველს ისე მიხაროდა რაღაცნაირად რომ ქართულად საუბრობდა ქართველი ხარ გამოელაპარაკებოდი ეგრევე და იმ კაცსაც უნდა მეკითხა აქ რო ჩამოვედი რომ ქართველი იქნება აბა რა იქნება საქართველოს სალომემ გაგაკავა გაგაჩერა და დავშეკიდი შენ უკვე საქართველოში მიჭირს ხო პირველ დღეებში მართლა შეჩვევა მინდა ისედაც იცი რა პრობლემა აქვს მე მგონი თვითონ არ ახსოვს რა თქواس და იქედან რო ჩამოდის ხოლმე ეს რამდენი წელი ხა 13 წელი მართლა არის პატარა დრო და ვიღაცები ფიქრობენ რომ მატრა კვეცობენო და ძალით შვებიან მაგრამ არ შვებიან ძალით იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქართული სიტყვა არ ახსოვს ხოლმე როგორ თქვას სწორი ფორმულირება როგორ გაუკეთოს და უფრო თურქულად შეიძლება თქვას ხოლმე და მე ფიქრობს რომ აი ან რუსულად იტყვის ან რაღაცა და მე უნდა გადავთარგმნოთ რომ რას გულისხმობს ან მივხვდეთ და შევახსენოთ რომ ანუ ამ სიტყვას გულისხმობ და ეს ძალიან ცუდია ის რო გიწევს 24 შვიდზე ხა სად იმათთან რო გაქვს კომუნიკაცია იმდენ თურქთან და სად ხა დღეში სამჯერ ან ორჯერ რომ მე მირეკავ და რაღაც მოკითხვის დონეზე რომ მელაპარაკები ხო და რა ვიცი მაგ კუთხით ეხაც ეთყობა იმ გარემოში ხარ რა მუდმივად და ეხა ძალიან ბუნებრივია ორივეს მინდა გკითხოთ რა აი ცოტა რა ჩამოგვითვალოთ სიკეთეები დედის ემიგრაციის მტკივნეული როა ვიცი ამაზეც ვისაუბრეთ მაგრამ აი რაღაცა რაც იტყვი რომ აი ეს ამად ღირდა აი რაც გინდა სწავლა რაღაცა ნიფთი ახალი სამსა არ ვიცი დრო აი რასაც თუ გროვდება ხო რა არის ეგ რაც მე ამბობს რომ არაუშავს ლიკასაც მინდა ვკითხო და სალომე ორივეს ქონებაზე მეტად სიმართლე რომ გითხრათ კი ადრე ვფიქრობდი ახლა მასე მაგრამ ეხლა ქონებაზე მეტად ჩემი აზრით ასე ვფიქრობ ჩემი შვილების წარმატება უფრო მიხარია და ამას წვილს ხედავთ კი რა თქმა უნდა დღეს გქონდა საუბარი რა ეს ჩემი შვილები ხა ნიჭიერი არის რა თქმა უნდა კარგად სწავლობდნენ ორივე მაგრამ თუ არ დაეხმარეს მატერიალურადაც ანუ პირველი სწავლა რა თქმა უნდა კი მეორე მოდი რიგითობით დავყოთ მეორე რა თქმა უნდა ეხლა ოჯახში რო არ გაქვს შემოსავალი ფინანსები დიახ და მიაღწევ ნორმალურ ცხოვრებას და იცხოვრებ კარგ პირობებში ეგეც ხო კარგია თავარია რასაც გაიქეცით ხო სინამდვილეში ანუ ახლა რაღაცერად გარეთ ისე გულდაწყვეტით თქვი რომ პატარა გოგო ვიყავიო რომ წავედიო ხო აი როგორ უყურებ ამ 13 წელს ეხლა ძალიან პატარა გოგო ხარ და პირიქით ცხოვრება ეხა იწყება ალბათ მადლობა ან ჩემთვის ის იყო უფრო სიკეთე მაგ ყველაფერში რომ კონკრეტულ რაღაცებს არ შევეხები
ძალიან ისე ახლობლებიც ნახავენ და კონკრეტულ რაღაცებს არ შევეხებ, მაგრამ ზოგადად ვიტყვი, რომ ჩემ ცხოვრებაში პირადად ჩემ ცხოვრებაში იყო ისეთი რთული პერიოდი, განსაკუთრებით გარდატეხის პერიოდში, რომ იმ სიღარიბეში, გაჭირვებაში რომ დავრჩენილიყავით დიდი ალბათობით, ჩემი მომავალი ცხოვრება, რაც ეხა მე მაქვს, ყველაფერი წარმატება, თუნდაც სამსახური რომ მაქვს, ან ჯერ ისეთი წარმატება ბევრი არაფერი არ მაქვს ცხოვრებაში, მაგრამ რაც მაქვს ამ ეტაპზე, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ ჩვენ მივაღწიეთ, არავინ არ დაგხმარებია და ჩვენით მოვედით აქამდე და აი ჩემთვის უზომოდ ბევრია უკვე ეს და კიდე მინდა ბევრი რა თქმა უნდა. პირველ რიგში ეგ რომ იქედან წამოვედით და ისე არ დავიღუპე იმ კუთხით, სადაც მე ვფიქრობ, რომ დავიღუპებოდი. მანდ დავიღუპებოდი აუცილებლად დედამ გადამარჩინა მართლა მაგ ყველაფერს და აი უზომოდ დიდი პატივისცემა რა თქმა უნდა მაგის გამო კიდევ უფრო მაქვს, რომ არაფრით არ დამტოვა ესე გასაჭირში და გადაგვარჩინა მეც და ჩემიდაც რა თქმა უნდა. კიდევ იყო მეორე ფაქტორი, აი ვერ აგიღწერთ ენით ისეთი უკიდურესი გაჭირვება იყო. აი როგცივა უკვე და გათბობა რო არ გაქვს და საჭმელი რო არ გაქვს, აი ეგეთი დონის გაჭირვება გამოვიარეთ ჩვენ. კი, სოფელში აი მასეთი დონის გაჭირვება და მაქედან რო ამოდიხარ უკვე ნელ-ნელა რაღაც ელემენტარული რაღაც ნივთებიც გაქვს და მაგის გამო წეღან დედაზე კი თქვით, მაგრამ მე თვითონაც ეგეთი ცუდი ჩვევები მაქვს, რომ რაღაცა გადასაგდები ნივთი რო არ ვაგდა, ვინახავ და ნაგავი მაქვს სახში და და ჩემი მიხრის ხო ვაგდება. ჩარჩენილი მაგის ტრამვები რომ არ ყველაფერი საჭიროა. არ უნდა რაღაცაში რომ დამჭირდეს და ჩემს აღრიო შემოხვიდეთ. ისეთი სისულელე ნივთები გატეხილი რაღაცა რომ აბა შევაწებებ და იმაში გამომატე. ხო, ესეთი გაჭირვება იყო. და რა ბედნიერება რომ ესე სიხარულით იხსენებ. კი, აი მართლა ღმერთს მადლობა რომ კი იყო ძალიან ცუდი პერიოდი რომ ესე მიდიოდა რა თქმა უნდა, მაგრამ ხალხი აქ არის და უარეს მდგომარეობაში არის ამ დინწლის განმავლობაში ის ხალხი, ვინც ჩვენთან ერთად კიდევ გაჭირვებაში იყო ადრე და კიდევ არიან პირობითად, ვინც დარჩნენ ამ იმ ეტაპზე. და დედა რო წავიდა, კი, ცუდი იყო და ძალიან ბევრმა გამტყუნა რომ შვილები როგორ დატოვე, მაგრამ ისეთი ცხოვრება მოგვცა მართლა რომ ამის იქეთ რომ შეგვიძლია რომ თამამად ვიარსებოთ, თამამად ამაყად უკვე ამაყები ვიყოთ და დამოუკიდებლობის საშუალება კი, ზუსტად. თუნდაც ის მატერიალური კუთხეც ავიღოთ, ის ბინები რაც გვიყიდა ორი, ანუ ერთი მე, ერთი ჩემდას. მესამე ქონება, აი რაც ხო. კი, რა თქმა უნდა, აი ეს ავტომობილიც საქართველოში ჩემი ხელფასით, ჩემი პირობებით რა ხელფასის ახლა ამ ეტაპზე მე მაქვს. იმ ფასიანი მანქანა რომ მეყიდა, არ იყო კატასტროფული ფასი, რაღაცა საშუალო კლასის. საშუალო მართლა რა, ეგ რომ მეყიდა მინიმუმ გეუბნები 3 ან 4 წელი უნდა მეხა და თვეში 700 ლარი. აი დაახლოებით ესე. და ბინის ყიდვაზე ალბათ წარმოუდგენელია. ხო, წარმოუდგენელია და იცი რა არის, ვფიქრობ რომ კი, ისედაც მოკლეა ეს ცხოვრება ყველასთვის და მე ამაზე ძალიან ხშირად ვფიქრობ ხოლმე რომ მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენოთ ჩემი ყოველდღიურობა და ვცდილობ რომ ბედნიერი ვიყო ამ ცხოვრებაში და კმაყოფილი. მაგრამ უყურეთ როგორ არის ჩემი გადმოსახედიდან რომ ის 4 წელი მირჩევნია რომ დავკარგო პირობითად მეც ესე ვფიქრობ. დავკარგო 4 წელი რაღაც კონკრეტული ბედნიერება, ცოტა ხანი უფრო მეტად ვიწვალო. რომ ის ბევრი რამე მქონდეს, რომ მთელი ცხოვრება არ იწვალო მე და მთელი ცხოვრება ტანჯვაში არისო. ძელვადიან მიზნებზე საუბრობ, დაკარგვა არ ყვია, მაგრამ რაღაცა მოიკლო დღეს, იმიტომ რომ ზეგ ხო და დედამ დაკარგვა, იმიტომ ვახსენე, რომ დედამ დაკარგა ფაქტობრივად თავისი შვილების აღზრდის მომენტი, გაზრდის მომენტი. კი, რა თქმა უნდა, ონლაინ ფიზიკურად. ხო, ანუ არ იყო რეალურად და ბევრი ემოცია გამოაკლდა. კითხოთ, ემოცია ძამტკივნეულია ეს, მაგრამ გადაწყვეტილება ვინ მიიღო? თუნდაც იმიტომ რომ ბინა უნდა იყიდო, შენ რაც არ უნდა უნდოდეს ჩემშვილს, დედა იღებს ხო ამ გადაწყვეტილებას? როგორ მიხვედით აქამდე? ანუ რა გაძლევს ამის გარანტიას ხო რაღაცა შენივე? სამსახური, რა თქმა უნდა, სამსახური და შემდეგ ერთად მოვითათბირეთ, ერთად შევთანხმდით და ალბათ ერთად ცხოვრების სურვილი ხო? ერთად რა კი. სამსახური თუ გაქვს კარგი დანაზღაურება, მე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილების მიღებაც არ არის რთული. სამსახური იქ თუ გელოდებათ კარგი ალბათ, მაგას გულისხმობთ ხო, მაგრამ მაშინ არ გელოდებოდათ ეს სამსახური იქ. მაშინ არ მელოდ თურქეთში რა თქმა უნდა მაგას ისე თუ არც ოცნებობდი, რა ვიცი, ბინას თუ ვიყიდიდი, არა. იქ არ მქონდა ასეთი ანაზღაურება და ჩვენ 5 წლის წინ შევიძინეთ და ეს პირველი ბინა და 5 წლის წინ ხო უკვე შვეიცარიაში იყავი და მაგიტო სტუდენტი რო გავხდი.
პირველად მაგიტო ვიყიდეთ, რომ ქირაში დაკარგოს. ქირა ხო, ქირის ფული რო არ გადაგვეხადა, მაგიტო უფრო ვიყიდეთ, კი. ანუ მანამდე ქირაში იყავით. არა, პირდაპირ ვიყიდეთ და გადმოვედით. გადაგვიხდია ქირა. რაღაც გაგვიმართლა თან იმ პერიოდში, რომ აი ღმერთი რომ მართლა სულ გვეხმარება და რაღაცა აი არ ვიცი, გაგვიმართლა რომ ვიყიდეთ ძალიან იაფად და აი 1-2 წელში ისეთი ავარდა უცებ, აი ის ომიც რო იყო უკრაინა რუსეთის ომიც რო იყო და აი რაღაცა საშინელი ფასები დაიდო, ეხა ჩემი ბინა ისეთი იაფად მაგნაყიდი და იმ ხელა ფასი ადევს. დღეს სამჯერ მეტი მე მგონი წარმოიდგინე. ერთიანი გადახდით იყიდეთ, ანუ ერთად მოახერხეთ ეს ყველაფერი თუ რაღაც გადანაწილება. არა, ბანკიდან დავიმატე $5,000. სესხი ავიღეთ, კი. $5,000, მაგრამ მალევე ერთ წელიწადში გადავიხადე ის. ანუ ეგ ბინა არის რაღაცნაირი საყრდენი მერე როცა ბრუნდებ ხო თითქოს არის შემოსავლის წყაროც ერთად ყოფნის საფუძველიც ანუ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ხო გარდა იმისა რომ თქვა რომ მიდიან იმიტომ რომ თქვა რაღაც მერე პლუს რომ ფიქრობ რომ დავბრუნდე რა გავაკეთო ანუ აი ეგ არის რაღაცნაირი თავშესაფარიც შემოსავალიც ყველაფერი ხო შენივე მორალური როგორ გითხრა იქ ხო ყველა წვალობს ანუ იოლად ალბათ ეს ფული მაინც არის შოვება მაგრამ ის რისთვისაც გიღირს ეს შენი წვალება ალბათ ხო იმიტომ რომ მარტო არ არის ლიკა ბევრი ემიგრანტი ყიდულობს ბინას ხო როგორც ამბობენ და ესე არის რამდენჯერ გამიფიქრებია რომ სახლი რო არ მქონდეს ბინა რო არ მქონდეს და შვილებიც იქეთ მყავდეს ალბათ იქეთ ვიქნებოდი მეთქი ხო აი ამიტომ არც ჩამოხვიდოდით ჩამოვიდოდი დასასვენებლად და წავიდოდი ხო ზაფხულში 20 დღე როგორ ეხლა ბინა სახლი შვილები მაინც თქვენ წაღან კი აი ზუსტად ძევალი ხო ეს არის ჩემი აზრით ანუ მე რაღაც ერთ ფსიქოლოგიურად ესე მგონია მოდი ვიტყვი რომ ჩვენი ეპიზოდის წარმდგენი ავენიუ წაღან ვთქვი და მადლობა მათ პარტნიორობისთვის. სწორედ ეხლა ემიგრანტებისთვის დაიწყო შემოთავაზება 20 აგვისტომდე გრძელდება. ავენიუ არის ახალი დეველოპერული კომპანია, რომელიც აშენებს ახალ მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აღმაშენებელს. აღმაშენებლის ხეივანს. ხო. და რაც თავად წეგან რატო ვიკითხე ეს სესხით ყიდვა და გადანაწილება. აი ხო მაგალითად ამ კომპანიას ხო ემიგრანტებისთვის აქვს შეთავაზება, რომ თუ თქვა ერთიანი გადახდით იხდიან, არის რაღაც 38,000-მდე არის ფასტაკლება, ანუ საკმაოდ დიდია რა. და თუ არ და არის შესაძლებლობა, რომ 36 თვეზე ესე გადაანაწილო და გადაიხადო. ხო, ამიტომ მგონია რომ ლიკა მარტო არ არის, ანუ ბევრია, ვინც ცდილობს რომ თავისი შრომა რაღაცაში რავი, არ ქვია ამას დაბანდებაც არ არის თუ არ ვიცი რა დავარქვა რა, რაღაცნაირად უჭადრო არ ჩაიაროს თან. შედეგია. რა თქმა უნდა, მაგაზე რომ შრომის შედეგია. ხო, შედეგის გარდა კიდე რაღაცა, აი, როგორც სახლში სამშობლოში ბრუნდები, ეგეთი რაღაცა, აი, სახლი შენი პატარა სამშობლოა იწყობ რა იქ. ეს კომპანია აშენებს აი სადაც სასწავლო დაწესებულებებიც ბევრია. ახალი უბანი კეთდება ფაქტიურად, რომელიც დააკავშირებს აღმაშენებლის ხეივანს და ფარნავაზ მეფის გამზირს. და თან მე ის მომწონს, რომ რეკრეაციული ხიდი კეთდება დიდი რეკრეაციული, რომელიც რაღაც ყველას შეეძლება ამ ხიდით სარგებლობა. საკმაოდ დიდი უბანი გამოვიდა. და გზაც და რაღაც სატრანსპორტო კვანძი იქნება. ახალი სატრანსპორტო კვანძი იქნება და საფეხმავლო გზა, რომელიც 25,000 კვადრატული ყოფილა ჯამში რეკრეაციული. ეს რეკრეაცია თბილისს ძალიან აკლია, ჩემი აზრით და თან სამანქანო გზაც იქნება ამ ხიდის ქვეშ გაივლის, ხო? ხო. და ნუ ხიდით სარგებლობა შეიძლება ყველას და რაღაცერთ განტვირთავს ესე მგონია მოძრაობას, იმიტომ რომ შენი ახალი სამართი საქართველოშიც ეგ არის. ხო, სულ რეკრეაციულ სივრცეებს ვეძებ და იქ რო ხარ, იქ ძალიან მნიშვნელოვანია. მართლა რატო უნდა იარო მზიურში სასეირნოდ უკაცრავად ხარ? არა, რატო არ უნდა იარო, გოთ შენ შორს ხარ. და ახლოს მანძილზე უნდა ახლოს რეკრეაციული. მაგრამ მე მზიურში დავდიო. შენ იარე. შენ მოვა. რატო არ უნდა იარ? კიკვიძეში ხომოდი ხალხი. ფეხით ვერ მოვა, ისე მოვალ კი. ხო სად დადიხართ ხოლმე? ჩვენ გვაქვს აგოდე. ზარმაზარის კვერი გვაქვს იქეთ. მართლა არა მაგარია. გავიკეთე ეს ყველაფერი. მე მინდა რომ აღმაშენებლის გამზირზე იქ ჩემთან იქვე იყოს რა. ანუ აი ეს ხიდი მინდა რომ ცოტა აქეთ იყოს აღმაშენებელი.
არ ყოფნის ადის რა ტყეპარკია ქიმხელა ხო მაგრამ წარმოიდგინე ანუ ეს რომ აღმოჩნდე უბნიდან ცენტრალურ გამზირზე ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ნუ მართლა ტრანსპორტით რო ლაგოდეხშა ჩავწერეთ მე ვფიქრობ შემდეგი რაღაცა ლაგოდეხზეც მითხარით რა იქაურობა არ დაგიტოვებიათ ძალიან მიყვარს ლაგოდეხის არ ყოფნის ფაქტია არ დაგიტოვებიათ ლაგოდეხი ხო ძალიან ხშირად ყველა დღე სასწაულზე იქ ვარ ახალი წელი აღდგომა ისედაც ზაფხულზე რა შაბათი კვირა რომ ცალია ჩავდივარ ყოველთვის არ დამიტოვებია მიყვარს ხორი ბავშვობის სახით რაიმე ძალიან მიყვარს ჩემი ეზო ჩემი სახლი ძლივს გავაკეთე ჩამოთვალეთ ნახე ემიგრაციიდან იმდენი წელი ვარ ემონტეთის სახლი და კარგად წავიდეს მე მახსოვს ანა საერთოდ არ მოუწიოს ბოდიში მე მახსოვს იმ სახლზე ამბობდი ერთი ოთახი გქონდაო ხო თუ ორი ოთახი იყო, სადაც ცხოვრობდით, ორი პატარა ოთახი და ეგ ოთახი იყო საძინებელიც მისაღების, რავი, ყველანაირი სივრცე ეგ ორი ოთახი. არა, ის არ იყო ფანჯარა და ცელოფნები იყო აჭედებული ლურსმნით, ჩვეულებრივად და მაგრამ მაინც რა მაგარია, რომ როგორი მძიმე ბავშვობაც არ უნდა გქონდეს, ეს ბავშვობა ისეთი კარგია. რომ აი ეხა ძალიან გიხარია ვერ შევდები იმ ადგილს რაღაცნაირად როგორი თქვი სალამა დედა იყო ეგეთი აი რაღაცა იცით როგორი ხალისიანი იყო ახალგაზრდაც იყო ალბათ ახალგაზრდა მშობელი იყო დედა ჩემი ტოლა რო იყო და ორივე ვიყავით არა მაინც არ ვიყავით ხო რაღაცა ის რაც მაქვს სახში ეკეთებდა ხოლმე მაკარონეს და ვიხაროდა ანდრეც ასე ვიყავი რა ვიცი რაც მქონდა იმით ყვაყოფილდებოდი მაგრამ რაღაცა დროს ვეღარ გაუძელით ამ პირობებს ხო კი ვერ გაუძელი და წუწუნი არ მიყვარდა ხვდებით წუწუნი გარეთ ნუ ვინმესთან რომ აი ესე მჭირს ისე მჭირს თუდად არავის არ მეუბნებოდით ჩვენთვის ჩვენს ქვაბში ვიხარშებოდი მე მახსოვს რომ სალომეს და სანდრას მამის რაღაც ავარიით დაიწყო ხო ეს პრობლემა გასაკეთებელი მანქანები ვალები რაღაცა და ძალიან მართლა უზარმაზარი ვალი დაგვედო იმ წელს ისე არ წახვიდოდი აი რომ არ მიფიქრია სიმართლე რომ გითხრა მეგონა რომ იქ გაუმკლავდებოდი რაღაცას მივაღწევდი მქონდა რაღაც აკეთებდით საქმეს ხო ეგრე მახსოვს ანუ ჩვენთან ლაგოდეხში სოფელში ანუ სოფლის მეურნეობაა ჩვეულებრივად კი და არის შემოსავალი ხა ესე არ არის ვიღაცები წვალობენ მაგრამ ვინც წვალობენ კი ოჯახი როცა ერთად მუშაობს იქ ჩვენთან წარმატებები აქვთ რა თქმა უნდა აი ზუსტად ეკა მაგას ამბობ ერთიანობა როცა არის კი მაგრამ როდესაც ერთი ადამიანი წვალობ ან ორი და დანარჩენები პირდაპირ არ არიან ვერ იცლიან გასულები არიან ამ შემთხვევაში რთულია საკმაოდ შრომატევადია სოფლის მეურნეობა მე ხარ რო ვიყავი ჩასული მეც ადრე ხომ მუშაობდი მე თვითონაც 17 წელს რო ვიყავი კი როგორ არა ვაკეთებდი 17 წელს რო ვიყავი საკუთარი მოსავალი მქონდა და რაღაცეები დაკავებული ვიყავი სოფლის მეურნეობით მე თვითონ ანუ რა მოყავდა სალომა წიწაკა მქონდა დარგული ძალი თლიანი ყანა რაც მაქვს მან მარტო მე და ჩემი და არა მეტი მქონდა მე 4000 მარტო იყავით თან უკვე დედა წასული იყო დედა არ იყო არც მამა და მე და ჩემი და ვუვლიდით ჩვეულებრივად ან ჩითილიც ჩვენ მოვიყვანეთ ჩვენ დავურგეთ ჩვენ კრიფავდით რეალიზებას თუ ადგილზე მოდიან ჩვენთან ესე გამყიდველები სახლთან და ყიდით ადგილზე ყიდით ჩვენი ეზოში შემოდის მანქანა და მიაქვს იქიდან რა თქმა უნდა ნახევარფასში იყიდება ჩვენთან და აქ ბევრად მეტად იყიდება თბილისში უკვე თქვენთან მაგრამ საკმაოდ კარგი შემოსავალი მქონდა იმ პერიოდში ჩემი წიწაკიდან მე ბავშვს და ახლა მე ბავშვს კი დატოვებ ახლა მარტო და ხო და მაგის თქმა უბრალოდ მე ძალიან რთული ამ ხელავალის მაგით გადახდა არის ძალიან რთული მიწებიც უნდა გქონდეს მაშინ დასამუშავებელი და ხალხიც უნდა ყავდეს და ოჯახში ბევრიც უნდა იყოს და ბევრი პირობა პლუს რომ არ არის კი პლუს ისეთი ამინდები შეიძლება იყოს რაღაც სტიქიური მოვლენები მოვიდეს და სუწა იყოს შენი შემოსავალი ეგეთი შემთხვევებიც ყოფილა ხალხი რო დარჩა ვალებში ქონია შენც ხო ჩვენს ოჯახშიც იყო ხოლმე რომ აი ქარი მაგალითად საკმაოდ ძვირი ღირს მის ცელოფანიც რო იყიდო, კიტრის თესლიც რო იყიდო, რაღაცები რაც გჭირდება რო იყიდო და დაახლოებით თქვა რომ 10000 ლარი დახარჯა და შემდეგ ერთი ქარი მოდის და აი უცებ რაღაც ნახევარ საათში გაგიქრობს შენს ნაწვალებს და წვალება კიდე 2 თვის. დაზღვევები არ იყო საერთოდ და აი იმდენი მოსავალი განადგურებულა მანდ და იმდენი გადაყრილა კიდე თურქეთიდან რო შემოდიოდა ძალიან ბევრი კიტრიც თუნდაც ჩვენი იყრებოდა არ უნდოდათ იმიტომ რომ სავსე იყო თქვენ ანუ თბილისში ბაზარი იყო სავსე
და ტონობით კიტრი, ბადრიჯანი, პომიდორი გადაყრილა ესე, ანუ პროსტო დაკრიფო და გადაყრი სადღაც სანაგაოზე მიქონდათ, რომ სახში არა უყროლდეს, სუნი არ ქონდეს. და ესე რომ დაუფასებელია მე ქართველი გლეხის შრომა და არაფასებს ჩვენი თავრობა და მართლა ამდენი არ უნდა შემოდიოდეს თურქეთიდან ამდენი არ უნდა შემოდიოდეს არ უნდა შემოვიდეს იმიტომ რომ გვაქვს ჩვენ რესურსი საქართველოში და ჩვენ ვაწარმოოთ და ჩვენი გქონდეს ხო მე კიდე იტყვენ რატო არ შემოვიდეს და მე იმიტომ ხო აი ის როგორც რო იყო წინაზე აქ სტუმარი ყავდათ კი ვნახე გადაცემა რომ ემიგრანტები არ მიდიოდეთ აქ უნდა იყოთ კი უნდა იყო იმას გაუმართლა რაღაც ააწყო და არა მაგრამ ესეც შეიძლება ხო შეიძლებაო და ჩვენ საფერში ვწვალობდით ჩვენ ვცდილობდით და რაც შეგვეძლო მაქსიმუმი გავაკეთეთ, მაგრამ როცა ხედავ რომ შეიძლება ერთმა წვიმა ყველაფერი დაამთავროს იქ უკვე და ვალებში ვარდები, სხვა გამოსავალი იმ მომენტში აღარ რჩება თორე. ეხლა უკვე რა თქმა უნდა გვაქვს რაღაცაები შემოსავლის წყაროებიც შედარებით კარგად ვართ, მაგრამ ვიღაცაები კიდევ ცუდად არიან და ვიღაცაებს უჭირთ. მე კარგად ვარ, მაგრამ სხვები ხო არ არიან და ესე მასშტაბურად რო ვიფიქროთ რა კარგია რომ ხედავთ ან გვერდიდან ამ ყველაფერს, ანუ რომ ნახე შენ საიდან ამოხვედი და კი, რო ჩავედი ახლა და უყურებდი იქ რა ხდებოდა, ისევ იგივე ხდება, არაფერი არ იცვლება ჩემს სოფელში, ისევ იგივე ხდება. აი, ისევ იმ დროში დავბრუნდი, რომ ჩამოვედი მართლა რომ აი, წეღან გაგაწყვეტინეთ, ან იმ კითხეს ზუსტად. აი, რომ ჩამოვედი და დავინახე ის ხალხი ისევ იმნაირად რო ცხოვრობს, როგორც დავტოვე, დავბრუნდი იმ დროში. სულ თვალწინ დამიდგა ის ჩემი დრო, გაჭირვების დრო. რაღაცნაირი შეგრძნება მქონდა, აი უსიამოვნო, კი. გულის წვეტა ალბათ. გულის წვეტა. რომ ის რაც შენ შეძელი სხვებმა ხო, იმ წუთას გამიჩნდა ის სურვილი, რომ არ მეცხოვრა იქ. რაღაცნაირად ხო, აი აღარ გინდა. შუა დღის 4 საათზე ხო ძალიან ცხელა. აქ ხო ძალიან ცხელა. ჩვენთან უფრო ძალიან ცხელა. ქალი იყო გამოსული შუა დღის 4 საათზე სამუშაოდ მიდიოდა ყანაში, სადაც არანაირი ჩრდილი არ არის საერთოდ მზის გულზე. თან ლაგოდეხში კიდე ისეთი კლიმატია. რანაირი სიცხეა ენით ვერ აგიწევთ ლაგოდეხში ახლა მომენტში. არც წვიმდა, თქვენთან ხო წვიმდა, იქ არ წვიმდა საერთოდ და 4 საათზე რომ მიდიოდა დედას ვეუბნებოდი რომ მანქანაში რო ზიარ მეტი კონდიციონერი მაქვს გული მიდიწნება მქონდა დაბალი ცუდად ვიყავი და წარმოიდგინე როგორ ვართ მე გადაჩვეულები რომ ისინი იმ პირობებში კიდე ისე მუშაობენ და მაინც აი ბევრი ვერაფერი ხვდები შესაბამისი პირობები არ არის და ცოდოები არიან მართლა ჯანმრთელობაც უფრო მალე ესპობათ და კი უფრო მალე ეტყობათ სასაკიც და ძალიან ფიზიკური შრომა კი რომლის შედეგი 30 წლის რო ვიყავი და წავედი 30 წლის ასაკში უფრო მეტყობოდა ასაკი ვიდრე მე ხლა ხო იმიტომ რომ ამის გაწყვალა კარგი ცხოვრება მომიხდა კარგი ცხოვრება ვის არ ხდება ხო აი რამდენიმე ისეთი რეპლიკა გითხარით ახლა რომ მომინდა რომ შეადაროთ აქედან წასული იქ შრომა იქ ხო ვიცით რაც გაიარეთ აი სალომესგან ვიცით თქვენც გელაპარაკეთ მაშინ რთული იყო ნამდვილად მაგრამ შედარება რო გააკეთოთ რა იქაური შრომა რა გიფასდება იქ მუშაობ ანუ 2 სამსახური ხო მაქვს ერთ სამსახურში 2 საათით მუშაობ 2 საათი ხო არაფერი არ არის მიხვალ მოაწესრიგებ რესტორანს და მოდიხარ ეს არის სულ აქ მთელი დღე მუშაობ მზის გულზე აბა შედარება ეს არის რომ იქ აქ უფრო მეტი წვალება არის ვიდრე მიქ ფიზიკური კი იმ 2 საათიან სამსახურის მერე უფრო ხანგრძლივ სამსახურზე მიდიხარ? კი, მაგრამ იქაც ახლა ფიზიკურად არ მუშაობ ახლა უფრო კასასთან, გულთან, სალაროსთან. ხო. კასაზე ვარ უკვე იქ კასა იცი. ხო. იქაური. სალაროსთან უფრო და მიმტანად ხო, რა ვიცი ახლა ჩემთვის რთული არა რო გიყვარს ეს შენი საქმე ზოგადად მე არ მიძნელდება. თუმცა რაღაცა რისკები იყო ხო მახსოვს? თქვენ პრაინტერვიუს დროს რო ვისაუბრეთ, გაგიმართლებს თუ არა ადამიანთან, უფროსთან, ანუ ამას ხო უნდა მოერგო ყველა ემიგრანტი შეიძლება არ იყოს ხო ამ თქვენ მდგომარეობაში დღეს? ჩემთვის მთავარია კიდე, რომ უფროსი გყავდეს კარგი. ანუ ამას ხო ვერ ირჩევ, ანუ ცოტა ეს არის, კი, მთავარი. თვითონ ეხლა უფროს უთქვია ხოლმე სხვების უფროსებს რა, ზოგადად, რომ აიო ჩემ მომუშავე თუ რა დავარქვა მაგას დაქირავებული ვინც არის არ მუშაობს ვერ თანხმდებით მე მithქვია ხოლმე რომ ეს შენგან მოდის პირველი შენ როგორი დამოკიდებულებაც გაქვს ისია ის შენთან ხო მე ვფიქრობ რომ ასეა იმიტომ რომ ჩემი მეგობარი ახლა ის ქართველი ქალი ცოტა იმის უფროსი ისეთნაირია რა ხელფასის მიცემაზე
უგვიანებს, რაღაც მიზეზებს პატარა რაღაც თუ დარჩა საქმე გასაკეთებელი ეუბნება, საყვედურობს, რაღაცნაირი დაუნახავია, ასე ვთქვათ, ვერ ხედავს თან რომ ამ ქალმა გადაყვეს და იმუშაოს, არ ჩანს. ანუ უნდა გაგიმართლოს კიდე. ხო, რა და თან ეხა მიმტანობა არც ისე იოლი ამბავია, მთელი დღე ფიზიკურად ფეხზედ გახარ მუშაობ, რაღაცა არ უნდა შეგეშალოს ყველაფერი. ეს ეხა უკვე შენთვის არის ალბათ უფრო იოლი, იმიტომ რომ მიეჩვიე ამას და ხო, თორე მივეჩვიე და შევისწავლე კარგად და ალბათ მაგიტო კი. ანუ რაღაცა პროფესია გაქვს უკვე, ხო, ესე შეიძლება ითქვას, ხო? 13 წელი შევცვალე ეხლა ჩემს ადგილას ადრე რა დავტოვე და ვერ გაართვა თავი. რა ვიცი, სასმელების გაზავება, სახელები ეშლებოდა, არ იცოდა ფასები, თუნდაც ვინ როგორ სასმელს ვამს, ეხლა ერთი და იგივე ხალხი შემოდის რა. ანუ დამახსოვრებული გაქვს. დამახსოვრებული მაქვს კი, ვინ როგორ სასმელს ვამს, პატარა ჭიქით, დიდი ჭიქით, ხელიანით, იცის რომ დაუსხას იმას და ისიც იცის რა უნდა დაუსხას და მეთქი, როდის გითხრათ ხო? ჩვენ ხო ვიყავით და მიდის რაღაცას ასხავს და რატო ასხავთ ხო და აი იმან მოითხოვაო და როდის მოითხოვაო, მეთქი აქ ვიყავი, არაფერი არ უთქვამს თქო და ესე რომ გამოხედავს უკვე იცის რა. ზოგი ისე საუბრობს რომ ვერ გაი, აი ტუჩებით მოძრაობს, ხმა არ ისმის. რაღაც ჩუმა თავისთვის ბურტყვა, ზოგი ცხვირში ლაპარაკობს თითქოს, რა ვიცი ახლა და იმდენად მაქვს უკვე შესწავლილი და უკვე ვიცი, მეორედ აღარ ჭირდება თქმა. კარგი, ახლა მოგიდა მივდივარ მომა. ეხლა გიყურებთ და გისმენთ და ერთი მეორეს აქებთ და მეორე პირველს. დედა შვილს და შვილი დედას და ისეთი სიამაყით უყურებდი წეგან წიწაკის მოსავალზე რომ საუბრობ და ხო, თან მეწოდება რომ ესე თვითონ უნდა და მოინდომა, რა ვიცი, ხალისი ეხალისება. ძალიან მაგარია. ეხლა ჩემი უმცროსი გოგო დარჩა სოფელში, უყვართ ეს საქმეები და რა გავაკეთო? მურაბა უნდა გავაკეთო, ქლიავის მურაბაო. მურაბას აკეთებს ახლა. ანუ ეზოში დაკრებს? კი, და მე ეზოში ქლიავით, ესეთი დიდები. სხვა შორის არ არის ცუდი ამბავი. ანუ დედამ უარი თქვა სოფლის ცხოვრებაზე და შეიძლება გოგოებს ისე მოეწონოთ და მან იმდენად რა ვიცი, ბიზნესად აქციონ საქმიანობად, ანუ მაგრამ დედისგან ხედავდნენ მაგას რომ სანამ წავიდოდა. მიყვარს ჩემი სოფელი, რაც ჩამოვედი ახლა. მაინც გამოვიდა ესე, ხო? მაინც ახლა ხალხი არის. ხო, იზოლებული იყო ეხა გასაგებია. უარი ცუდი გაგებით კი არა, ანუ მაინც რაღაცნაირად შეეჩვიეთ ევროპაში ცხოვრებას და ევროპულ ცხოვრების წესს, ხო, სხვა ტიპის სამუშაოა, მიწასთან მუშაობა, ყველა ამას ამბობს, რომ ეს არ არის იოლი. იქ რას იგივე ჩვენი სტუმარი რასაც ამბობდა, იყოლი 100 ცხარი იოლი არ არისო. უამრავი კომენტარი დაიწერა. ჩემზე უფრო მცოდნები წერდნენ ალბათ, ხო? ანუ რაღაც არის, რაც ჩვენც არ ვიცით. აი ახლა არ ვიცი, ალბათ ასაკში შევდივარ და აღარ შემიძლია თუ გადავეჩვიე, მართლა ვეღარ გავაკეთებ იმდეს ადრე რო ვაკეთებდი სოფელში, მართლა. ხო. 12 პირველ საათამდე ყოფილვარ სათბურში. მიწასთან მუშაობა კი, აი როგორ ვახერხებდი, არ ვიცი. ეხლა ვერ შევძლებ, არ შემიძლია. რაღაცა სხვა რამე უფრო ისეთი უნდა ვაკეთო, რომ ცოტა იოლი რო იყოს. და თან ამის საშუალებაც გაქვს, ლიკა. იმდენი იშრომე უკვე. რომ შეგიძლია ამის უფლება მისცეს. ხო, ამის უფლება მისცეს. ცოტა რა მოვისწროს, რომ ხო, რომ აი წიწაკის მოსავალს ესე ხიმილით უყურო რა და თან ხო, მაგარია, ეს რაღაცა ჰობის გავს თუ გატაცებას ეხა ეს და მაშინ 17 წლის ასაკში ეკნებოდა. აუ რატო ეს მიყვარდა სოფლის საქმეებიც როგორ მიყვარდა რაღაცეები. ეხლა ვიძახი ხოლმე რომ სადმე თბილისთან გარეთ ახლოს მექნებოდა კერძო სახლი ჩემი და ეს ქათმები მიყვარდა ძალიან. ჩემი წიწილები მიყვარდა ჩემი ქათმები და ისეთი ბედნიერი ვიყავი ამ ჩემი ქათმებით ვერ აგიხდეთ სპეციალური კალათა ვიყიდე და დილას უკვე რომ ეს ქათამი დაიყვირა და უკვე ხვდებოდი რომ მეთქი კვერცხები და გამოვრბოდი გიჟებით და არასოდეს არ არის გვიან დაბრუნება. კვერცხები ავიღო და ისე მეხალისებოდა ამ კვერცხების აღება ამ კალათაში ლამაზად ჩაწვა ამოვარბენია სანდრა გაიღვიძა ნახე რამდენი კვერცხები დადო ქათამ. და ეგ პროცესი მართლა დღესაც მეხალისება კვერცხი რომ დაიპოვო საბუდის ბუდეებში რა სად დადებს და რამდენს დადებს ხო მე გარც მინახავს აი ნახე ხო შეიძლება მეც რომ მან ყოფილიყავი შეიძლება კი არა მართლა ძალიან მაგარი მომენტია ხო და ლიკა ბევრი წავიდა სოფლიდან ემიგრაციაში ისე ჩემ ქუჩაზე რომ გამოვდივარ ხალხს ვეღარ ხედავ კი ბევრი წავიდა სხვათა შორის
კი. ქალები ძირითადად. კი. როგორ მიიღო მაშინ სოფელმა შენი წასვლა? სულ პირველად რო წავედი, რა ვიცი, ვერ მიიღო კარგად. აი გიღირს, ზოგს უთქვიათ ახლა რამდენს უთქვია რომ ახლობელსაც რომ ანუ გიღირს ახლა შვილების დატოვება და წასვლა სამუშაოდ. ხო, აი მაგიტო გეკითხები, ეს საზოგადოების აზრი მოქმედებს თუ არა ემიგრანტზე? სიმართლე გითხრათ, ადრე მოქმედებდა და ახლა აღარ მოქმედებს. საერთოდ არ მოქმედებს, იმიტომ რომ რო დაუფიქრდები ახლა ის საზოგადოება რა, ახლა მე მშველოდა, ხო ვერ მშველოდა ვერაფერში. უბრალოდ აი ესე სიტყვიერად გეუბნებიან, ნერვებს გიშლიან, სხვას არაფერს არ აკეთებენ. რა ვიცი, ახლა დაუჯერებ რა, მოგეშველება გიშველის რამით არა. ხო, ანუ რეალურს ვერაფერს ვერ გთავაზობს, მაგრამ რაღაცა მორალური რაღაცების წინაშე გაყენებს. კი. ხო, ცოტა ხელს გიშლის პირიქით, ასე მგონია. იყო ეგრე. სხვადასხვა ისეთ ხალხს უთქვიათ, ეგრო თვითონ წავიდა მერე. კი, ემიგრაციაში, შემდეგ თვითონ წასულა. ხო, აი ამას. ხო და იყო ეგრის კი რა დაგეჯერებინათ, თქვა გაგეთვალისწინებინათ, ეს წნეხს რო გავლენა მოეხდინა და აი ეს ჩემს მე რასაც დავისახავ, სხვის აზრს არ ვითვალისწინებ. ის ჩემი მიზანი უნდა გავაკეთო. შევასრულო. ისე რისკი ემიგრაციამ გასწავლათ თუ ადრეც იყავით? სალომემ თქვა ერთხელ რომ დედაჩემიო იქ წავიდაო, იქ ქართველიო ცუდად მოექცაო, იქო რაღაც იმაში აღმოჩნდაო, იქ ვიღაცამ სიცხე ქონდა და მაინც და დედაჩემი ძალიან რისკიანი გალიაო. კი, რა ეგ ეხლა შეიძინეთ, აღმოაჩინეთ ეგ თვისება, ყოველთვის იყავით, იძულებული იყავით თუ რა? არა, ყოველთვის ვიყავი, რა ვიცი, ჩემი თავის იმედი მქონდა ყოველთვის. აი, ბავშვობიდან 14 წლის თუ 14 წლის ვიყავი, რომ მუშაობდი დამოუკიდებლად სხვათა შორის. მართლა. ადრე ხო იყო ეს მანდარინის იქ დასავლეთში ჩვენსკენ. ვიყავი ბრიგადირი. ბრიგადირობა ხო იყო ეს ადრე 14 წლის ვიყავი და უთებს ვითვლიდი. გვანებია ხა. ხო, სხვათა შორის კი, მე მგავს ასეთ რაღაცეებში, უფრო, კი. დამოუკიდებლად დედაჩემი ავადმყოფობდა რა, ნაავარიები ხალი იყო და მიწევდა ყოველთვის მე ყველაფრის გაკეთე, მე და ჩემდას. ჩვენც ორი. ან ოჯახის პასუხისმგებლობა. კი, თავიდანვე ასეთი ვიყავი, რა ვიცი. რისკიანი არ მეშინოდა, რა ვიცი, საკუთარი თავის იმედი რო გაქვს, ჩემი აზრით არ გეშინი არაფრის და ესეთი ქალები მიდიან ემიგრაციაში. რისკავ უფრო. არაფრის, რა ვიცი, საქმე არ მაშინებს, რა საქმე უნდა იყოს ახლა ისეთი, რომ ვერ გავაკეთო, ფიქრობ, რა ვიცი. მკვდარი ხარ რა ცოცხალი ადამიანი, ჯანმრთელი ადამიანი. ზარმაცი არა ვარ და რავი, მეორე ბინაც იყიდეთ, ხო? ანუ ისევ იქ დავბრუნდი. მეორე ბინა რატო ვიყიდე და დაბრუნების გარანტია. პირველი უკვე იყო დაბრუნება. თუნდაც ფულის დაბანდებაც არის, ხო? ეხლა უძრავი ქონა დაგჭირდება, ერთმან უნდა მაჭიროს ეხლა უცებ გაყიდი თუნდაც. თუ არ გაყიდი, გააქირავებ, რავი, სად წავა, ხო? ეხლა მაღალი ანაზღაურება რომ აქვს, ახლა ამ ფულს ტყუილად თუ არ გადავყრიდი, ესე უაზროთ მეთქი და რადგან მუშაობდა ეს 3 წლიანი ვიზა მაქვს, გამოვიყენებ ამაში, რომ ბინა მაინც დამრჩეს. ორი გოგო მყავს, ერთი ერთს, მეორე მეორეს. ბოლო-ბოლო. ლიკა, აი ერთი წლელი დაგრჩა, ხო? ეხლა წახვალ და 1 წელიწად ჩამოხვალ. რა არის მერე, რა ხდება? აი მაგაზე გიფიქრია? კი, მიფიქრია, რა არის მერე და ჩემი შვილებით მინდა რომ დავტკბე, რა წლებიც დავკარგე ამათთან ყოფნის წლები დავკარგე, მინდა რომ ის ავინაზღაურო ახლა. თუნდაც შვილიშვილები. სალომემ თქვა რომ ეგრე ვერ გაჩერდებაო. წინაზე რომ ველაპარაკეთ, უბრალოდ კიდევ არის გავჩვითხარი სალომე რა. ანუ რა ვიცი, რატომაც გონია რომ ხანდახარ მაინც ის სამი თვე რო აქვს უფლება, ის გადავანახავს იქ რა ხდება, ხო, კარგად არიან და ჩამოვა. შეიძლება არ გიჭირა რომ დედა დაბრუნდება. არა, დაბრუნებაზე არ თქვი ხო, სხვაგან წავედით. გონია რომ მაინც ხანდახან წავა მეთქი ცოტა ხანი რომ ნახოს იქ რა ხდება, ისე აბა ხო კარგად ხართ მოენატრება იქაურება ფაქტობრივად რომ დაფიქრდეთ ნებისმიერი ესე იქნებოდით ნახევარი ცხოვრება რომ იქით გაატარე კარგი ცხოვრება ნახევარი აქეთ და
მე ერთიანად რომ ჩვენც ახლა ერთი თვით ვიყავით და ისე მიყვარს იქაურობა ორჯერ ვიყავი სულ და ისე მიყვარს რომ ერთი სულმა კიდე წავიდე შემდეგ წელს. ხო და მოყევი რა დედაზე, აი რო ჩახვედი, როგორი დედა ნახე იქ. ხო, ისედაც იცი, ხო, რო რისკიანია, საქმიანია რა. კი, მაგრამ აი ადეკვატურად განსხვავებული იყო იქ მომსახურების სფეროში რომ მუშაობს, სხვა სახე აქვს უფრო რა, დაყენებული, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ისეთი ხო იქნება. ხო, როგორც ჩემთან არის, რომ იცინით, ხუმრობთ, თამაშობთ, რაღაცა იქ ცოტა სხვანაირი ფორმალური სახე აქვს ხოლმე დინჯი და სტოინი რომ არ შეიძლება. არის ცნობდი, ეგეთი დედა გეუცნაურა? ხო, თავიდან კი, რაღაცნაირად კი, სხვათა შორის და მე იქეთ ჩვენი ოთახი გვაქვს, იქეთ და იქეთ რომ შემოდიო და აბა, რა გინდათ, რა მოგიტანოთ, რას დალე. იქ დედაშვილი ვიყავით. აქეთ ჩვენც ვერიდებოდით რა ზედმეტ ხუმრობებს ზედმეტ რაღაცა, ისე ჩვენც ისე ვიყავით, ხალხი როცა იყო ხოლმე, უხერხული მომსახურების სფეროში რო ხარ მაინც. ხო, აი ამ 13 წლის მანძილზე ორჯერ ჩახვედით სულ. ჩვენ ორჯერ ჩავედით, ხო, იქ შვეიცარიაში. დედა ბრუნდებოდა ხოლმე ალბათ, ხო? ამ 13 წელს. ხო, უფრო დედა ჩამოდიოდა ხოლმე. უბრალოდ ჩვენც წაგვიყვანა, რომ გვანახა, სანამ შეეძლო, ესე ვფიქრობ, შესაძლებლობა სანამ მქონდა, რომ წაგვიყვანა ევროპაც გვანახა, სადღაც რაღაც ქვეყნები მოვიარეთ და სანამ თან ერთად არც დედას ჰქონდა ნანახი, თუნდაც ის პარიზი, საფრანგეთი ერთად წავედით და რაღაცა ჩვენი საერთო თავგადასავალი იყო იქით. თან ისე პატივისცემაც აქვთ უკვე მომხმარებლებს, სტუმრებს, იქაურ სტუმრებს და მომხმარებლებს, დედასი უკვე რომ ჩვენ რო ჩასულები ვიყავით, ყველას რაღაცა მოქონდა. იმდენი წელია იქ არიან უკვე. საჩუქარი? საჩუქრები, ზოგს პიცერია ქონდა, თავისი პიცა მოქონდა ხოლმე, იმიტომ რომ არო შვილები რო ჩამოვიდნენ, კი, ძალიან დიდ პატივისმცემია, ოღონდ მართლა, ამიტომაც მიმიწევს გული იქეთ. ეს არის რაღაცნაირი კარგი ხალხია თბილი. პიროვნული დაფასება. აქ საქართველოში შრომის ბაზარი ეგეთი არ არის, თან მომსახურების სფეროში. ეხლა თქვენ მომსახურების სფეროში ეხლა ამას მართლა მასია გეფიცები, აი თუ არ დაგიფას და შრომა რაღაცნაირად გული არ მიგიწევს, რომ იქ იმუშაო და გაჩერდე, ჩემი აზრით. არა, აი ასე გამომიცდია მე ბევრჯერ გამომიცდია სხვადასხვა ადგილებზე. მე მგონია რომ ემიგრანტებს განსაკუთრებით აფასებენ, იმიტომ რომ ეს დისტანცია შვილებთან ამას ხო ხვდები და ამას ხო გამძლეობა უნდა. და აი თან ამიტომაც ერთ-ერთი რომ აი შვილებიც რო სტუმრად ჩამოვიდნენ, იმიტომ რომ არავისთვის არ არის იოლი ესე ცხოვრება განსაკუთრებით. ყველა მომხმარებელმა ხო არ იცის შენ ჩამოსული ხარ იქაურ ხო? არა, ხო, შრომის დაფასებაც ხალხია. ხო, რომ შენ შრომელი ხარ და ის ხედავს და ამას უყურებს. გიждდებიან ხოლმე რაზე? რაზე? სულ ხშირად ამბობენ ამას, ერთმანეთს ეუბნებიან, ჩემი უფროსი თავის მეგობარს, თავის მეგობარი კიდე თავის მე ასეთი ადამიანი ჯერ არ მინახია, რასაც იშოვის, შვილები, თავის თავზე არ ფიქრობს, სულ იქეთ საქართველოში, აი რაღაცა კაციც და ქალიც, მამაც შენ ხარ და დედაცო ესე მეტყვიან ხოლმე და აი ალბათ ფიქრობ რომ ამიტომ უფრო მაფასებენ და პატივისმცემენ მეთქი. რო ეგ ხო. კი, რო ხედავენ რომ ესეც რისთვის მუშაობ და რატომ არ იქ? ხო, ყველა მიცის აბსოლუტურად ჩემ შვილებსაც ხო იცნობენ, ახლა იქ იყვნენ ჩამოსულები და ეს ჩემშვილს უნდა უყიდო, მოეწონება, ვიცი უყვარს. დაუნახიათ ხოლმე, კი. ჩაის ფული, ჩუქება რო იციან, მაგ ფულით ვყიდულობ ახლა ჩემთვის. ხელფას არ ვაკეთებ. კი. განაწილე. ხო, მაგით იმდენად მართლა კარგად იციან ხანდახან ჩუქება, რომ მე მყოფნი საკუთარი თავისთვის ის ნაჩუქარი ფული. ნამუშევარი აქეთ. აქეთ სადაც მე თქვენც უნდა ჩამოხვიდეთ. ბინაში უფრო მეტად თორე იყო ხოლმე ეგეთი შეძახილები ჩემი და სანდრას მიმართ, რომ შენ რა გენახვლება დედა შენი გიგზავნის ახლა თუ ზაგჭირდება ძალიან და გავიჭედე. იყო კი სხვათა შორის თუნდაც ბიჭისგან ესეთი სიტყვა იყო, რომ ანუ შენ რა გენახვლება, ისეთი ცხოვრება გაქვს და გიგზავნის და მეთქი, ანუ მე კი არ მიგზავნის ჯერ ერთი ბინაში, ბინის ვალს იხდის და თუ დამჭირდა და ჩემი ხელფასი იმ თვეში პირობდეთ რაღაცაში ვერ გადავანაწილე სწორად, შეიძლება ხა $100 მეც ჩამირიცხოს თუ დამჭირდა, მაგრამ თუ არ დამჭირდა, ესე არ ვახარჯინებთ ხოლმე და არ ვარიცხინებთ, რომ აი სისულელეებში რა, ესე რა ვთქვათ. ხო, ანუ ეგეთი შვილები არ ხართ აქ. ანუ არა, ხო და მაგიტომ უფრო მალე იხდის. ასე იცის ხოლმე და მას ესხედა ხელფასზე დაგიბრუნა. ხო, სესხულობ ხო. სხვათა შორის ჩაურიცხია. სხვათა შორის მე ისევე გადამირიცხია რა თმინდა ახლა ის ფული მე რაში. ერთ ადამიანს მართლა არ ვჭირდება ამდენი ფული. რა უნდა ვიყიდო ახლა ამდენი, რომ
რა ვიცი. ბანკიდან უნდა ავიღო სესხი თქო და მე იმას პროცენტი ხომ უნდა მიცე შენ მას სესხი მეთქი და შენ მაგცემო პროცენტად. სწორია, ხო, გეზოგება და ანუ ან კიდე ბინაში ხომ უნდა შეიტანოს და მეთქი ბინაში რომ შეიტანა მაგისას დაგივატებ მე ჩემი ხელმასი. მე ხარად შევატყვე ლიკას ყველაზე მეტად გული წყდება დროზე და ასაკზე, ხო? 13 წელი პატარა დრო არ არის ხო შვილების გვერდით რო არ ხარის დაბადების დღეებია თუ რაღაც არის გინდა რომ იყოს შენი შვილის გვერდით და რაღაცნაირად სხვებს რო ხედავ რომ აი მშობელთან მშობლები ყავთ გვერდით მე არ ვარ იქ რაღაცნაირად გულის წვეტა არის კი სულ ალბათ ხო რა თქმა უნდა არასდროს არაფერი არ შემიცვლის ალბათ იმ მონატრებას რაც გამივლია და გულის წვეტა და სულ ამახსენდება იცი სალომეს ფრაზა რო გითხრა რომ დედა დარჩი შენ არ წახვი და მე ვიმუშავებ ხო ეგ ახსოვთ უთქრიათ კი მახსოვს კი ჩვენც დაგეხმარებით ერთად გადავიხდით ვარს ახლა რა უნდა იმუშავა ბავშვი მე-4 თუ მე-5 კლასში იყო მე არა ბავშვს ვერც საკუთარ შვილს მაგას ვერც არა რა თქმა უნდა ესა უთხრა რა ნუ რაღაც ხონდა ახლა ბავშვური ის რომ თავის თავში იყო დარწმუნებული რომ მე შევძლებ დედას მოვეხმარები და ერთად გავაკეთებთ ერთად გადავიხდით ოღონდ ერთად ყოფილიყავით ოღონდ ერთად ყოფილიყავით კი რახან ამდენი სიკეთები თქვით და ყველაზე რთული მომენტი რა გქონდა და აი რა არის რაც ალბათ სულ გექნება რომ ყველაზე რთული მომენტი იყო ისრაელში რომ მივდიოდი და ჩავიკეტე ხო ჩამკეტეს იქ და საკუთარ თავზე კი არ ფიქრობდი მაგ დროს ბავშვებზე ფიქრობდი რომ დავტოვე და ეხლა ხელცარიელი უნდა ჩავიდე ბავშვებთან საჩაკეტეს ციხეში ნუ ციხე ქვია ეხლა რაღაც სამეგრაციო ის რაღაც ეგრე ხო ციხეც არ ქვია მოსაცდელი მაგრამ გავს ციხეს საკანივითა 5 დღით 6 ეს დარღვევას რო აკეთებ და გადადიხარ ჩუმად ასე ქვია მე არ ვიცოდი არარეგალურად ხო მე კი არ ვიცოდი რომ არარეგალურად მომატყუეს მე ვიცოდი რომ მივდიოდი რეგალურად და საბუთით ხო რაღაც ის ყალბი მოწვევა გამომიგზავნეს მე ხო არ ვიცოდი და ფული გადახდილი ქონდა და საბუთი აღებული და გეგონა რომ ეს ნამდვილია და თურმე ყალბი აღმოჩნდა. თურმე ყალბი იყო. და მაგიტო დაგაკავეს. მაგიტო დამაკავეს და არის ზოგადად 5 დღიანი, 6 დღიანი პატიმრობა მაგისთვის. რომ შენ არალეგალურად კვეთავ საზღვარს. და მაგ დროს ნერვიულობდი ბავშვებზე უფრო. ჩემ საკუთარ თავზე საერთოდ არა. რა თქმა უნდა ეხლა იქ გეცოდინებათ ალბათ ციხეში რა საჭმელი უნდა იყოს რომ ჭამო ხო მშიერი ვიყავი თითქმის ის 5 დღე. საღამოს საჭმელს კიდე რა უჭირდა. დილის საუზმეს საერთოდ არ იჭმეოდა ეს. ბევრი იყავით ალბათ. კი სხვებიც იყვენ ცეკვიდან ანსამბლი მიდიოდა ისიც ბავშვებიანად ჩაკეტეს არ გაუშვეს. რაღაც ბავშვები იყვნენ ესე ბავშვებიც იყვნენ მაგრამ 5 დღით არა იმიტომ რომ რადგან ბავშვები იყვნენ 2 დღით ჩაგებეს თავის მასწავლებელია მშობლებიანად კი ანუ იცი რომ 5 დღეში გამოხვალ ეგ არის ალბათ რაღაცა შვება მაგრამ იცი რა ხდება სახში ხო სახში კი არ დამაბრუნეს ყველაზე ცუდი კიდე იყო რომ ისევ იმ ქვეყანაში დამაბრუნებს რომელი ქვეყნიდანაც წავედი ვილნიუსში ვილნიუსიდან გავფრინდი. საიდანაც მიდიხარ იმ ქვეყანაში გაბრუნებენ. დამაბრუნეს ვილნიუსში საერთოდ ფული, კაპიკი არ მაქვს, არც სასტუმროში რო გავჩერდე. ვილნიუსიდან საქართველოში ხომ უნდა წავსულიყავი კიდე, ამეღო ბილეთი. ფინანსები არაფერი, ყველაზე ცუდი მომენტი ეგ იყო ჩემთვის ჩემ ცხოვრებაში და ბავშვების ფიქრი რომ ესენი მყავდა დატოვებულები, უნდა ჩავსულიყავი ისე. და რა უნდა მექნა იმ დროს ვერ ფიქრობდი მაგას ანუ სად უნდა მემუშავა რა უნდა გამეკეთებინა ვერ ფიქრობდი ეს იყო ჩემთვის მართლა ყველაზე ცუდი მომენტი და ამდენი სირთულის გადალახვა მოგიწია სანამ მოხვიდოდი შვეიცარიამდე და ეხლა აი ამ სიმშვიდემდე სადაც აი ესე მშვიდად მიდიხარ მოდი ამას უნდა გაუძლო ალბათ ეს უნდა იცოდე რომ რაღაც ასეთი დაბრკოლებები გელოდება ეს უნდა გადალახო და მე რეიწყება ალბათ ეს სიმშვიდე ხო კი
რაღაც მომავალი ვერ დავინახე ამ ერთი წლის მერე. სხვათა შორის. რას აპირებთ? კითხვით რომ დავტკბები. ეგ მინდოდა მეკითხა. იგივე სფეროში თუ იმუშავებ საქართველოში. ზუსტად ეგ კითხვა მეც გამიჩნდა. იგივე სფეროში სამსახურების სფერო. არა, ეხლა ხარ კაფე რესტორანი. ხო, აი გიფიქრია რომ შეგიძლია და საქართველოში გააკეთებ. კი, როგორ არა, მიფიქრია სხვათა შორის და ფიქრობ ეხლაც, რომ რაიმე პატარა კაფე-ბარი გავხსნა ჩემთვის საარსებოდ. თუნდაც თავის ისე დროის გასაყვანად, რომ ისე უქმად არ ვიჯდე. კი. საკუთარ გახსნი ხო, მაგრამ სხვასთან რო იმუშავა მიმტანა და სხვასთან არა. მაგას მაგას სიტყვი. საქართველოში ვერა. მაგას ვერ ხისა. დედას ხარ დაუჭე? აქ იცი მან რაც ხდება მაგ სფეროში და მაგათო თუ განსხვავებულია ალბათ ხო? ანუ საქართველოში არ ვიმუშავებო და მიმტანად. საქართველოში მე მიმუშავე მიმტანად და მე ვიცი და არ ურჩევა. აუ არა, აი რაღაცა ადამიანთ არ გთვლიან რა მომსახურების სფეროში რო ხარ და აი ძალიან ცუდად გექცევი, ანუ საქართველოში ყველაზე ვერ ვიტყვით არის რაღაცა გარკვეული. რამდენიმე ადგილზე მიმუშავია მიმტანად, ეხა ერთ კონკრეტულზე არ ვსაუბრობ, 3 ადგილზე მაინც მიმუშავია და არც ერთი არ იყო ისეთი, რომ სადმე ადამიანად გთვლიან. და არ ვურჩე ადამიანად განა ის კი არა, ვისთანაც მუშაობ. თვითონ სტუმრებიც მაგალითად. რაღაცა ისე ხარ, რომ თითქოს არ არსებობ რა, აი უჩინ-მაჩინი ხარ და არაფერს არ წარმოადგენ, არ გთვლიან ადამიანად, ხო, იქ რო დგახარ შენს პირობითად, რომ შენ ჩახარ, იქ ხარ და ან წესი ზოგი არც მოგესალმება საერთოდ და რაღაცა შეურაცხყოფილად ხარ რა. მე თვით შეფასებაც გივარდება და ძალიან საშინელება სტრესი დამემართა მანდ რო ვიყავი და ხო, გონია რომ შეიცვალა ეს დამოკიდებულება. გამონაკლისები არის. გამონაკლისები არის, შეიძლება მასიურად არა, რა, კლასიკურ რესტორნებში ცოტა ისეთ რესტორნებში არ ამგონი ახლა მასე იყოს, იმიტომ რომ უფრო იციან რა გავაკეთო ახლა უფრო კლასიკურ რესტორანში რა ვიყავი, ნაკლები იყო მაგის მაჩვენებელი უფრო, მაგრამ იქაც შემობოდიალდებოდნენ ხოლმე ეს რუსები და ვიღაცები და გთხოვენ კატეგორიულად რომ აუ რუსულად რა წوار ლაპარაკობ შენ ქვეყანაში და ესეთი ბევრი შემთხვევა იყო. როდის მუშაობდნენ ანუ რა ციცაკების წელიწად ნახევრის წინ მუშაობდი, წელიწად ნახევრის განმავლობაში ერთ კომპანიაში, მაგრამ მაგის გარდა კიდევ 2 განმუშაობდი. ჩემთან ახლოს. დედას უზიარებდი ხოლმე ამ გამოცდილებას? დედა თვითონ ხედავდა რომ ჩამოვიდა უკვე მიმტანად რომ მუშაობდი, მაგ პერიოდში წამოვედი მალევე, იმიტომ რომ მე ხო წამოდი შვილო მაქედან ნერვოზი გაგვეღარ გწნობ გამარჯვებას აღარ იძახი და ანები თავი წამოდი. ფეხებით გიოდა ბოდიშით ერთ დღეს მოვიდა და მაზოლი ქონა ფეხზე. იმდენი სიარულის ფეხზე დგომისგან. ხო. და ვეუბნებოდი წამოდი შვილო და ანები თავი მე მოგცე მაგ არ მინდა შენი მოცემული მე მინდა ამას უნდა ეხლა თავისი გამომუშავე. დამოუკიდებლობა ეგრეა. ეხლა უნდა პატივისცემ ის მაგრამ ასეთაც არ მისწავლებია ეხლა თავი მოიკარინე. ან თქვენ არ გიწევდათ ეგეთ თქვათ ფიზიკური დაზიანებების მიღება თქვათ სადი იქ შვეიცარიაში? ხო, აი პარალელი რო გავავლოთ, რა თქვენც მიმტანი იყავით, სალომეც მიმტანი იყო. არა, ეხლა მასედაც არა, ეხლა რა ვიცი, ჩემთან ჩამოვჯდები მაინც იქ. ნუ სალაროსთან რომ მუშაობ, სალაროსთან დგავარ, ან ვზივარ. ხშირად რა. ეხლა ასე დედასთან ძალიან მეგობრული გარემოა. მეგობრული, ხო, ისედაც. არა. მე უფროსი თვითონ ეხლა ხანში შესული ადამიანია და ძლის დადის რა ტყვი აქვს მოხვედრილი ადრე აქ მენჩში და გაშეშებული დადის და კაცი ამ დონის ხო არის და მეხმარება ბევრი ხალხი რო არის და ვერ ვასწრებ ისე ვეცოდე. თვითონაც ცდილობს რომ დამეხმაროს ისეთი ადამიანია. და პაპას ვეძახი სხვათა შორის. კი, პაპას ვეძახი. მამასავით არის ჩემთვის მართლა ძალიან კარგი ადამიანია. ხო და აი წეხან ვთქვი და ეხაც ვიტყვი რომ მაქამდე რომ მოხვიდე ბევრ რაღაცას უნდა გაუძლო, გადაიტანო, ყველას მინდა რომ ვუსურო წარმატება და აი ეს შეძლოს. აი ეს ძალა ალბათ რა. ვინც ამას გადაწყვეტს, რა თქმა უნდა, რომ ბევრი სირთულე გელოდება, სანამ პაპამდე მოხვალ. კი. მეც მინდა რომ უსურო ემიგრანტებს, წასულებს, ვინც არიან მშვიდობიანად დაბრუნდნენ ჯამრთელები და მიზნისთვის რა მიზანიც აქვთ მიეღწიოთ და ჩამოსულიყვნენ თავიანთ სამშობლოში. ჩემის თამადობით. აუცილებლად. ვიკა, დიდი მადლობა. სალომე, შენ რას ისურვებ?
და მაგით დავამთავროთ. მე უფრო ვისურვებ, რომ საქართველოში გქონდეს ისეთი შესაძლებლობები და ისეთი განვითარება, რომ ანუ ესე მასობრივად არ იყოს ხალხი გასული არც ისრაელში, ისრაელი რატო უნდა იყოს ამდენად მაგარი მაგალითად და საქართველოს რატო ვერ უნდა იყოს, როცა ყველანაირი რესურსი გვაქვს და მინდა ძალიან რომ საქართველოს ვუსურვო, რომ ჩვენ ვიყოთ ისეთი აყვავებული ქვეყანა, რომ აღარ წავიდნენ აღარავინ და თავისი შვილები არ დატოვონ. იმიტომ რომ უნდა ამ ხალხს რეალურად საქართველოში ცხოვრება უბრალოდ არ შეუძლიათ, შესაძლებლობა არ აქვს უყველას გონებრივად თუნდაც რაღაცა წამოიწყოს ან რაღაცა და მარტივ გამოსავალს ხედავენ ამაში და იმედი მაქვს, რომ ჩვენთან საქართველოს შეიცვლება ყველაფერი და ეს ხალხი დაიწყებს უკან დაბრუნებას. ანუ შვილები და დედები არ უნდა არ უნდა დაშორდნენ, არა. ეს იყო საქართველოში მინდა რომ ეგეთი ცხოვრება. ასე დაამთავრა წინა ეპიზოდი მაშინ სალომემ. ზუსტად. კი, რაღაცნაირად ეს დედები და შვილები არ უნდა შორდებოდნენ ერთმანეთს. ანუ ერთად უნდა იყვნენ. მე როგორც თქვი, ისე მაგას ვფიქრობ, რომ ან ერთად უნდა წავიდნენ, ან არ უნდა წავიდნენ, რა ვიცი. ვფიქრობ, რომ ჯობია შვილები არ უნდა დადგეს მაგის აუცილებლობა, რომ შენ არჩევანი არ გქონდეს. თუმცა თუ წავიდნენ, მაინც კარგი მაგალითი გვყავს ჩვენ, რომ შემდეგ შეიძლება ისევ ერთად გაერთიანება მოხდეს ოჯახის. შემდეგ გაიმარჯვებენ იმედია ყველა. ცოტა გამართლება, ცოტა ხასიათი, ყველაფერი ერთად. თუ მიდიხარ ზურგის ქარი ყველას არ ვიცი. ყველას. აქეთაც და იქითაც. მადლობა თქვენ ყოველთვის სიმართლე თქვენთან ყოფნა და მიხარია ხო. ხო, მე ძალიან დიდი მეც ვიტოვებ რა და მართლა ველოდები რომ ერთ წელი მართლა მეც ველოდები რომ ერთ წელიწადში ხო ვიკა იქნება სუაკ და მინდა ვისურვო რომ ყველა შეეძლოს რომ რაღაცა ისე მშვიდად და გადაწყვეტილად რაც დროში შეთანხმებულად იყოს თავის შვილთან, თავის ოჯახში, თავის ქვეყანაში და დიდი მადლობა ხალხო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენ გამოვწერებს, კიდევ სხვებსაც მინდა გთხოვოთ რომ გამოგვიწეროთ, ეს არა მარტო პოდკასტია, გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. ნახო.